მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მანას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ვისაუბრებთ უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარი 21-27 ივლისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზს. როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაკოს ნიშანთათვის? პირველში მოვიდაუნიშოთ, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ითხოვს ყველასგან განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ამ დროს პროექტების განხორციელება რთულდება, ურთიერთგაგება ძალიან დაბალია, ამიტომ აქ ხალხშეკრულებების დადება, მოლაპარაკების წარმოება ფრიად სათვალო და მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ჯანმრთელობასაც ცოტა მეტი ყურადღება ესაჭიროება. და კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ამ კვირაში. 22-ში ამ სამშაბათს მზე გადაინაცვლებს უკვე ლომის ზოდიაკოს ნიშანში ერთი თვით და ამ ზეგავლენის შედეგად განვითარებს ადამიანებში ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, მებრძოლ სულისკვეთებას, ლიდერულ, ორგანიზებულ თვისებებს, გონებამახვილობას, კომუნიკაბილურობას. ამავდროულად გააძლიერებს თვისებებს ლომისა ნეგატიურს, როგორც არის ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, როგორც არის სიჯულდე, როგორც არის სულსწრაფობა, ფულის უკარა თუ ხარჯვისადმი მიდრეკილება, პრეტენზიულობა. ამასთან ერთად 24 ივლისის მეხუთშაბათი დღეა, ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, ანუ მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს ასევე ლომის ზოდიაკოს ნიშანში. მძიმე დღეა, იცით? ამიტომ ახალმთვარეობას უმჯობესია ხუთშაბათს არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დაიწყოთ. გაუფრთხილდეთ მეტად ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ესე დროს ტრავმების, ავარიების, ჯანმრთელობის გაუარესების, სხვა სახის, აგრესიის, დეპრესიის, კონფლიქტების ტენდენცია 1-2 მატულობს. რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაკოს ნიშნებს, დავიწყოთ ესე იგი ვერძის პირველი ნიშნით. ვერძი აშკარად იგნობს ენერგოტონუსის მატებას, თუმცა რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში, არა მარტო ვერძი, არამედ ყველა ზოდიაკოს ნიშანი გარკვეულ სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს. ყოველ შემთხვევაში მოვიტანოთ, რომ აქ შეიძლება თქვენ იგრძნოთ, რომ ზოგიერთი მაგალითად თქვენი კოლეგა რაღაც წინასწარ განუსაზღვრელი მოქმედების მატარებელია და ფრიად დაძაბულია. ამასთან ერთად მოგიხდებათ ოჯახსა და სამსახურს შორის სწორად გადანაწილება დროისა და ენერგიისა, იმიტომ რომ ორივე ითხოვს სათანადო ყურადღებას. ამიტომ პირადი და თქვენი საზოგადოების საქმე აი მთავარია, რომ გადანაწილება მოხდეს სწორი თქვენი დროისა, ენერგიისა, რათა ერთმა არ წაიღოს მეტი დრო და მეორემ ამის შედეგად არ დაგწავოთ. ზოგიერთი გეგმები შეიძლება საერთოდ ვერ შესრულდეს, ან აუცილებლობა ჰქონდეთ მათ შემდგომი, ასე ვთქვათ, ცვლილებების ან რაღაც გარკვეულ პერიოდში შეიძლება შეჩერდეს კიდეც ეს საქმეები, ან გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადოს. აი ეს ტენდენციები აქ უფრო მეტად მოსალოდნელია. თუმცა თქვენ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით ფრიად აქტიური, უკვე ენერგიული, ინიციატივიანი, მაგრამ აი ეს ნეგატიური წყალქვეშა დინებები ითხოვენ ცოტა მეტ ყურადღებას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 25 ივლისის დღე და რიცხვი და არ ვარგო 23-27 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაკოს ნიშნით რაოდენობას, ამუშავებს ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ მდგრადობას, თუმცა საერთოდ დედამიწის უარყოფით ენერგოველი რასაკვირველია ცოტა მეტ სირთულეებს შემოიტანს. ამიტომ აქედან გამომდინარე, აქ ამ პერიოდში შესაძლებელია პრობლემები წარმოექმნან უკვე საქმეებში. კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა შეიძლება რომ მეტად დაიძაბოს, ფინანსურმა სირთულეებმა ასევე შეიძლება მეტად იჩინონ თავი. ეს პერიოდი არ ვარ გამსხვილი საგრძლებისთვის, კაპიტალ დაბანდებისთვის, ცოტა მეტი ყურადღება უკვე ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ახალმთვარეობის პერიოდში, სადღაც 24 ივლისისკენ და ეს პერიოდი ასევე ითხოვს ასე სტაბილიზირებას თქვენი მდგომარეობისა და ავტორიტეტის, იმიტომ რომ აქ შეიძლება პატარა რყევებმა ამ მხრივ იჩინონ თავი. არა ეს გამორიცხული, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემებად შეიძლება მეტად იჩინონ თავი, მაგალითად სანტექნიკას, ელექტროტექნიკას შეექმნას პრობლემები და ამის, ასე ვთქვათ, გაკეთების აუცილებლობის წინაშე შეიძლება დადგეს ზოგიერთ თქვენთაგანი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 24 რიცხვი იდეაში კარგია, მაგრამ რადგან იგი ამჩნევად დაემთხვა ახალმთვარეობას, მაინც ვეცადოთ, რომ ეს დღე ცოტა ყურადღებით და ფრთხილად გავიაროთ და მაინც არაფერი ახალი სარისკო არ დავიწყოთ. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მაინც შედარებით უფრო მშვიდად გაევლით ამ დღეს, მაგრამ ჯანმრთელობას მაინც მივაქციოთ ყურადღება. არ ვარ თქვენთვის 22 და 26 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაკოს ნიშნით რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა უმჯობესდება. ანუ ყოველ დღე იგრძნობთ, რომ გემოტება ჯანი, გემოტებათ ენერგია და ოღონდ ნელ-ნელა ეს უცებ არ მოხდება. უფრო მეტად შეიძლება ეს ახალმთვარეობის შემდგომ იგრძნოთ.
და ამასთან ერთად, რადგან საერთო სიტუაცია რთულია დედამიწა უარყოფითიან რგოლში, ამიტომ სიტუაციები შეიძლება გართულდეს თქვენს ირგვლივ, მაგალითად შეიძლება შეცდომებით დაუშვათ საქმეებში მათ შორის და სათანადოდ რო ყურადღება არ დაუთმოთ ამა თუ იმ საკითხის პრაგმატულ რეალიზაციას ან და მიუშვათ დაუშვათ ზოგიერთი საქმე, რაც შეიძლება მერე პრობლემის მომტანი გახდეს. ამავდროულად თქვენ შეიძლება აუშვათ სხვათა მხრიდან კრიტიკის ფერხულში. და აქედან გამომდინარე პრეტენზიულობა მოემატებს თქვენი მხრიდან. ეს ის პერიოდი, რომელიც გაართულებს სიტუაციას, ამიტომ თქვენსა და კოლეგებს შორის, თქვენსა და ახლობლებს შორის მოვერიდოთ ყველა სახის სარისკო მოქმედებებს და ახალ პროექტების დაწყებას. ფეიკების ალბათობა მოიმატებს, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, რო აქ შეცდომები არ დაუშვათ. Ოს კარგი იქნება თქვენთვის 25 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 23, 27 ივლისის დღეები ეს რიცხვები და 24 რო ყველა მშვიდად და ფრთხილად უნდა გავიაროთ, ახალ თვარეობა ეს მე მგონი ყველამ ვიცით. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, ერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, ამიტომ ეს ჯერ კიდევ აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები წარმოიქმნება დედამიწის უარყოფითიან რგოლთან დაკავშირებით, კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობებს. ამასთან ერთად, თქვენ შეიძლება მათი მხარდაჭერის გარეშე დარჩეთ, ან კონფრონტაციაში აღმოჩნდეთ მათთან მიმართებაში. კონფლიქტების ალბათობა საკმაოდ მაღალია, მოდი ესე ვთქვა და თქვენ უფრო მეტად ემოციურად გაღიზიანებული ხდებით. თქვენი გამოთქმები უფრო მძაფრი ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში არადიპლომატიური. ეს პერიოდი არ ვერ გამგზავრობა მოგზაურობისთვის, ახალი დაუშვათ ურთიერთობების, ახალი ნაცნობობისათვის და მოდი აღვნიშნოთ, რომ ხელშეკრულებების დასადებადაც კი. თუმცა ადრეული საქმეებიდან მაგალითად შეიძლება აქ მიიღოთ მატერიალური დივიდენდები და ამან ცოტა გაუმჯობესოს თქვენი განწყობა. 24 რიცხვი გაიარეთ ფრთხილად. ახალ თვარეობა, რომელსაც ყოველთვის კირჩხიბები ძალიან რთულად და ცოტა ემოციურად მძიმედ გადიხართ. ამ დღისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ და პროვოკაციებს არ აღვეთ. და აღვნიშნოთ ისიც, რომ რთული იქნება თქვენთვის ასე 22 და 26 ივლისის დღეები და ეს დღეებიც ეცადეთ ცოტა ფრთხილად წინ დახედულად გაიაროთ. რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს ლომის ზოდიაქო, რასაკვირველია ლომები გრძნობთ, რომ უკვე მზე უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და უკვე იწყება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი წლის განმავლობაში, მაგრამ დედამიწის უარყოფითიან რგოლი ჯერ კიდევ არ გაძლევთ საშუალებას იმისა, რომ გაილავოთ. და ცოტა მეტ სირთულეებსაც ქმნის. აი მაგათად ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი. კი ენერგოტონუსს უკვე თქვენ ნელ-ნელა არ ურჩევთ, იმიტომ რომ გრძნობთ, რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, შემსუნარენობას მატულობს, მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. განუსაზღვრელმა ფინანსურმა ხარჯმა შეიძლება ეჩინონ თავი. შეიძლება გართულდეს ურთიერთობები თქვენსა და პარტნიორებს შორის, როგორც პირადი პარტნიორები, ასევე ბიზნეს საქმიანი პარტნიორები იგულისხმებიან. კონკურენტული ბრძოლა გაძლიერდება, რამაც შეიძლება ზოგიერთი გეგმაც კი შეცვალოს, ხელშეკრულება შეიძლება საერთოდ შეიცვალოს, რამაც ესეთი ცოტა დავროს დახვევი არასასურველი ტენდენციები წარმოქმნას თქვენს ცხოვრებაში. 24 რიცხვი განსაკუთრებული სიფრთხილედ გაიარეთ, იმიტომ რომ იცით, რომ ეს ახალთვარეობის ცოტა მძიმე დღეა. ყველას კარგი იქნება თქვენთვის ამ პერიოდში 21 და 25 ივლისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 23 ივლისის დღე და 24-იც იცით, რომ ცოტა ფრთხილად უნდა გავლოთ. გავრცელებული ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გრადობას, ეს ნიშნავს ჯერ კიდევ შეუპოვარია, შრომისუნარიანია, ნებისყოფიანია, მომთმენია, ეს ყველაფერი არის, მაგრამ ზედმეტად აქტიური ნუ იქნებით, იმიტომ რომ ამას შეიძლება პროვოცირება მოახდინოს მოშორნეებისა თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ასევე შეიძლება გართულდეს ურთიერთობა კოლექტიურ საქმიანობაში, აი განსაკუთრებით მანდილოსნებთან. ამავდროულად შეცდომების დაშვების ტენდენცია მოიმატებს და აი შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, იმიტომ რომ ამის შედეგად შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა მეტად ეჩინონ თავი, ან არ მიიღოთ ის დაუშვათ თანხა, რომელსაც ელოდებოდით ამ მოქმედების შედეგად. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ცოტა შეამცირეთ უკვე აქტიურობა, რომ მიეცეთ ორგანიზმის დასვენების საშუალება და მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორებს, რომელსაც ძალიან დაესაჭიროებათ ამ პერიოდში თქვენი მხარდაჭერა. ყველას კარგი იქნება თქვენთვის უკვე ამ პერიოდში, პერიოდი, რომელიც უკავშირდება 23
ივლისს და არ ვარგა 26 ივლისის დღე და ცოტა ფრთხილად ვიყოთ ასევე 24-ში. ანუ ახალმთვარეობას. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ სასწორთა ენერგოტონუსი ნელ-ნელა მოიმატებს, მაგრამ ამას უფრო იგრძნობთ კვირის მეორე ნახევრის შემდგომ, 24 რიცხვის შემდგომ. აქ კი მოდით აღნიშნოთ, რომ მთლიანობაში ამ თვის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარ ცეცხლში. და აქედან გამომდინარე შესაბამისად დაშვების ტენდენცია ჯერ მაღალია. ამიტომ პერიოდი საკმაოდ დაძაბული, რთულია და აღნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთ თქვენთაგან თუ ხელმძღვანელი პირია, აქ დაკარგავს თავის დიპლომატიას და იქნება ზედმეტად ხისტი, ავტორიტარული. ამიტომ ეს გამოიწვევს რასკვლელია საფასურო რეაქციებს. აქ მოშორნეებსაც არძინავთ და კონკურენტული ბრძოლა შეიძლება გამძაფრდეს. ამასთან აღნიშნოთ, რომ ზოგიერთი ძველი შეცდომა შეიძლება გამოამზოვრონ თქვენმა ფარულმა მტრებმა და ზოგიერთ თქვენი საიდუმლო მოქმედებაც კი შეიძლება გამომზავრდეს, რაც შეიძლება გახდეს რეპუტაციის შელახვის და სხვა სახის პრობლემების ფაქტორი. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 21 და 25 ივლისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 23 ივლისის დღე და იცით, რომ 24 ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ ახალმთვარეობის ცოტა მძიმე დღეა. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ სიტუაცია უკვე იცვლება ნელ-ნელა, იმიტომ რომ დედამიწის უარყოფითი ენერგოველი თავის ნეგატიურ დახს დაასვავს. მათ შორის ახლა ჯანმრთელობა სამხრივ ჯერ ეს არ შეეტყობა აქტიური ენერგიული იქნებით, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ინარჩუნებს გრადობას, მაგრამ შეიძლება ურთიერთობები გართულდეს, მაგალითად მეგობრებთან, კოლეგებთან, მიმართებით ზოგიერთ შემთხვევაში ხელმძღვანელებთანაც კი. და თქვენ შეიძლება ასევე აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარ ცეცხლში სხვათა მხრიდან. ევროპული ადამიანები თქვენგან ითხოვენ სწრაფ და დროულ მოქმედებებს, მაგრამ ინტუიცია ამავდროულად თქვენ კარნახობთ, რომ აქ ჯობია უფრო ასე ვთქვათ, მშვიდი პოზიციის დაკავება, უფრო მეტი სიფრთხილის გამოვლენა და არა სიჩქარე და ამავდროულად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვათა დახმარების იმედი მოგექნებათ. აი ესე თუ მოქმედებთ და ზოგიერთს არ დაუჯერებთ, ამ მხრივ შეიძლება უფრო მეტად მოიგოთ. კარგი იქნება თქვენთვის 23 რიცხვი ივლისისა, არ ვარგა 26 ივლისის დღე და ცოტა ფრთხილად ვიყოთ 24-ში ახალმთვარეობას. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქაც სიტუაცია უკვე იცით, რომ იცვლება ერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და კვირის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ, რომ მოიმატებს თქვენში ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი და ასე შემდგომ, მაგრამ საერთოდ დედამიწის უარყოფითი ენერგოველი ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ კონკურენტული ბრძოლა გაზლიარდება და აქედან გამომდინარე აღნიშნოთ, რომ საოჯახო პრობლემებად შეიძლება ეჩინონ თავი. მოგეხდებათ აქაც თქვენ სწორად გადანაწილებად დროის ენერგიისა, როგორც ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე, ასევე პროფესიონალურ საკითხებზე და სამხარეს გადახრა მეორე მხარეს სფეროში დაძაბულობას გამოიწვევს მომენტალურად და ამავდროულად აღნიშნოთ, რომ მოგეხდებათ საკუთარი ინტერესების დაცვა განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში, რათა დაასტაბილუროთ თქვენი მდგომარეობა და იპოვოთ თქვენი ადგილი სოციუმში. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 22 ივლისის დღე და ეს რიცხვიც ასევე კარგია 26 ივლისის დღე და არ ვარგა 24 ივლისი, ანუ ახალმთვარეობის ცოტა მძიმე დღე, რომელიც შვიდად და ფრთხილად უნდა განვლოთ. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ერგოტონუსა კარუჩევი ჯანმრთელობაში მისუნარენობანების კუპამოთმენება ჯერ სათანადო დონეზეა. ამავდროულად მოიტანხმებით, რომ მოგეხდებათ ზოგიერთი დამატებითი პასუხისმგებლობის საღებო საკუთარ თავზე ორგანიზატორული საქმეების მოწესრიგება და ასე შემდგომ, მაგრამ აქ უკვე რასკვლელია სირთულეები მეტად იჩენენ თავს, იმიტომ შეიძლება მატერიალური დანაკარგების და პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. და აქვე აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას თქვენ მოგეხდებათ გარკვეულწილად ესეთ საკამათო ფინანსურ ოპერაციებში ჩართვა, სადაც მეტი სირთულე იქნება, მეტად აგეხარჯებათ ნერვები და აქედან გამომდინარე შეიძლება დანაკარგების წინაშეც აღმოჩნდეთ. მოგზაურობის დროსაც უნდა იყოთ თხილად, იმიტომ რომ აქ შეიძლება სხვადასხვა სახის ან მანქანა გაპუჯდეს, ან სხვადასხვა სახის ცვლილებები მოხდეს ტრასაზე, რაც დროსაც დაგეკარგინებ, ნერვებსაც დაგეკარგინებ და ცოტა დაძაბულობა შეექმნება მეტად. და დაძაბულობა ირგვლივ ადამიანებთანაც ასევე მოემატებს. ენას კველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტს ნულაპარაკებთ თქვენი გეგმების შესახებ.
23 რიცხვი ივლისისა და 27 ასევე კვირადღე იქნება კარგი თქვენთვის და არ ვარგა 21-25 ივლისის დღეები. 24-ით რომ ცოტა ფრთხილად უნდა გამლოთ, ეს იცით. რაც შეეხება მერწყულებს, პირობში მოიტანხმოთ, რომ აქ ენერგოტონუსი უკვე თქვენი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, უმჯობესდება, თუმცა ამას კვირის მეორე ნახევრიდან უფრო იგრძნობ, მაგრამ პრობლემების ტენდენცია მაღალია, იმიტომ რომ დედამიწა ორგულთ ენერგოველშია. ამიტომ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოვერიდოთ, განსაკუთრებით გართობისადმი განსაკუთრებით მიდრეკილებას, რაც სწორედ ფინანსურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. აქვე აღვნიშნოთ, რომ ნუ იტრაბახებთ და სხვას ნუ აჩვენებთ, რა მაგარი ხარ და რამდენი ფული გაქვთ, ეს მაგრამ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ყველაფერი. აღვნიშნოთ, რომ სხვა დანაკარგების ტენდენცია, არასწორი კაპიტალდაბადებების, არასწორი რაღაც საყიდლების შედეგად იქნება ძალიან მაღალი და ეს გულაცრუებას გამოიწვევს თავისთავად. ამავდროულად მოიხდებათ ისედაც წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯის გაღება და ზოგიერთი ვალის გასტუმრებაც კი. აქედან გამომდინარე, ამიტომ მნიშვნელოვანია უფრო გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების დახმარება, მხარდაჭერა და მათი რჩევების გათვალისწინება. მაქსიმალურად გავაფრთხილდეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, იმიტომ რომ აქაც შეიძლება ურთიერთობა დაიწყოს. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, სიტუაცია აქ ცოტა იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია და ინტუიცია გეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, მაგრამ აქ უფრო მეტად დაეტაკებით კონკურენტულ ბრძოლას. აქ მოგიხდება ზოგიერთ შემთხვევაში პოზიციების დაკავება უფრო რთულ სიტუაციებში და ამასთან ერთად საოჯახო პრობლემების წარმოქმნის ტენდენცია მოიმატებს. აქ მოგიხდება ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი უფლებების დაცვაც, როგორც სახლში, ასევე სამსახურში და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გავფრთხილდეთ უკვე ჯანმრთელობას, რათა აქაც სირთულეები არ წარმოიქმნას. თუ მე დამოვიწყდა თქმა მერწყულებს უხდი ბოდის, მათთვის ყველაზე კარგია მეგონი დამოვიწყდა 22 და 26 ივლისის დღეები და არ უარგათ 24 ივლისს. რაც შეეხება თევზებს, მათთვის კარგია 23 და 27 ივლისის დღეები და არ უარგა 21-25 ივლისი და ცოტა ფრთხილად იყვნენ 24-ში ახალმთვარეობას. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.